პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს სიტყვით მიმართა. აქვს თავისი პრობლემები, მათ შორის ტერიტორიული პრობლემები. 20% საქართველოს ტერიტორიის არის ოკუპირებული ჩვენზე 100-ჯერ დიდი მეზობლის მიერ. იმ ქვეყნებს, ვისაც აქვს იმპერიალიზმის, კოლონიალიზმის გამოცდილება, ამ ქვეყნებს კარგად ესმით, რას ნიშნავს პოსტკოლონიური და პოსტიმპერიული სინდრომი, როცა შენი ტერიტორია არ ყოფნის და გინდა სხვისი ტერიტორიის მითვისება. ჩვენ გვინდა მშვიდობიანად გადაწყვეტილდეს თემები, მაგრამ ამავე დროს თითქმის 9 მილიონი ჩემი ქვეყნის თანამოქალაქე ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში. ეს ტერიტორიები არის დაცარიელებული. აფხაზეთის 9 არის პრაქტიკულად ცარიელი, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთლიანად არის ცარიელი, მხოლოდ 6 თუ 7,000 ადამიანი იქ დარჩენილი და ამგვარად მე ვიცი რომ არის ლობირება იმის თაობაზე რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ზოგიერთ ქვეყანაში რომ ეს ქვეყნები აღიარებული იქნენ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ჩვენ მადლიერი ვართ სწორედ იმისა რომ თქვენ პატივისცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იმიტომ რომ ეს იქნება დიდი საერთაშორისო უკანონობა იქნებოდა ამ დანაშაულის დაკანონება და ამ უსამართლობის რომელიც ხდება ამ ტერიტორიებზე. საქართველოს პატარა ქვეყანაა, მაგრამ სწორედ იმის გამო რომ საერთაშორისო სამართალი დღევანდელ მსოფლიოში რამეს ნიშნავს, სამართლიანობის განცდა რამეს ნიშნავს, იმის გამო რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ქვეყნები, პასუხისმგებლების აღსავსე ქვეყნის წარმომადგენლები, ჩვენ მოვახერხეთ და ვახერხებთ და მომავალში მოვახერხებთ იმედი ამ საკითხების დაცვას თქვენთან.